რჩევები ტყუპებს, ეს არის მზით ტყუპები, მთვარის ტყუპები, ასცენდენტი ტყუპები და დომინანტი ნიშით ან სტელიუმით ტყუპები, ვინც არიან. რეკომენდაცია მათთვის ტყუპების შემთხვევაში აუცილებელი არის მენტალური ვარჯიში ყოველთვის, ანუ გონება ყოველთვის უნდა იყოს დატვირთული, ყოველთვის უნდა ავარჯიშოთ გონება. ბევრ ასტროლოგს უწერია, რომ ტყუპი, სულელი ტყუპი დიდხანს ვერ ცოცხლობსო, შესაბამისად აუცილებელი არის რებუსები, კროსვორდები, აუცილებელი არის ინტელექტუალური სამსახური, სადაც მენტალურად უფრო დაძაბულები იქნებით გონებრივად. ასევე აუცილებელი არის ვარჯიში. ვარჯიში აქ გამოიხატება დიდ დისტანციაზე შეიძლება სეირნობა, შეიძლება სირბილი, განვარჯიში. არ შეიძლება დიდხანს სწავლა, ანუ გადახლა ძალიან, იმიტომ რომ მერკური ნერვებზე მოქმედებს, შესაბამისად, როდესაც ძალიან დიდხანს და ზომაზე მეტხანს სწავლობს ადამიანი, ეს ძალიან ნეგატიურად მოქმედებს ნერვებზე, ამიტომაც სწავლის პროცესში აუცილებელი არის ტყუპების შემთხვევაში ზომიერება. რაც შეეხება საკვებს, არანაირი აკრძალვა დიდად არ არის, სასურველი არის უფრო მეტი ხილი, რძე, ბურღულეული. აუცილებელი არის იგივენაირად ძილის წინ მსუბუქი საკვები. ანუ ხორცი შესაძლებელია, დაშვებული არის დღეში ერთხელ მხოლოდ. ეს არის სულ რაც ტყუპებს სჭირდებათ. ეს არის სეირნობა აუცილებლად, სირბილი სასურველი არის. მენტალური დატვირთვა გონების აუცილებელია, როცა გონება უნდა ავარჯიშოს ტყუპმა. ბევრი სწავლა, ბევრი ნერვული გადატვირთვა არ შეიძლება. და ხორცი მხოლოდ ერთხელ დღეში.